ჩემს მეგობარს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელს, დირექტორს, დამფუძნებელს, ჩემი სტუდენტობის მეგობარს. აგე უკვე გავა 35 წელიწადი მალე, რაც მე და თინა მეგობრები ვართ, თინა მამულაშვილს მინდა მიუმართო. ასე ვიწყებ ჩემს დღევანდელ ვიდეობლოგს. თინა. მე მაქვს იდეა, რომ როდესაც ყველაფერი დასრულდება, ანუ ეს ჯოჯოხეთური ხელისუფლებად წოდებული ბანდა გაეცლება პოლიტიკას და ქვეყანას და დამარცხდება და დანარცხდება და დინგს და ცხვირს და არტყამს ასფალტსა თუ ნიადაგზე ზოგადად, გამოვცეთ 2 ან 3 ან 5 ან 7 ან 10 ტომეული. მეც მოგეხმარებით მინიმუმ 1 ტომის შედგენაში. და სხვა ავტორების, ექსპერტები, ავტორები ჩავთოთ ამ პროცესში. პირველ ტომს, ჩემი აზრით, უნდა ერქვას საქართველოს ღალატის ისტორია. და უკლებლივ ყველაფერი, რაც ამათმა ჩაიდინეს 2012 წლიდან ვიდრე წასვლამდე. უკლებლივ ყველაფერი ესე ფაქტოლოგიური ამბებიც უნდა ჩამოვწეროთ და მეორე მხრივ ზოგმა ჩვენგანმა და მე სიამოვნებით მივიღებ პირველი ტომის შედგენაშიც მონაწილეობას, უნდა დაურთოს წერილები, სტატიები და აუხსნას შთამომავლობას, მომავალ თაობებს, რატომ იყო ეს ღალატი, ეს ქმედება, რატომაა ღალატი. მაგალითად გავიხსენოთ, რომ 2024 წლის ამ ტომში უნდა გავიხსენოთ. 2024 წლის ნოემბრის მიწურულს კობახიძემ პრემიერად წოდებულმა გააკეთა განცხადება საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე და მე რომელიმე ჩვენგანმა, ან ბევრმა ჩვენგანმა, ან ზოგმა ჩვენგანმა სტატიებიც დაურთოს და ახსნას, რომ ეს იყო კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევა, რომ ეს იყო ფაქტობრივად სახელმწიფო კონსტიტუციური გადატრიალება, რომ ამით უღალატეს რაღაც არსულს, აწყოს, იმჟამინდელს და მომავალს და ასე შემდეგ, რომ ეს იყო კარნახი რუსეთის მხრიდან, რომ რუსეთს ეს ყველაფერი აწყობდა და ეს ყველაფერი არის ღალატი. სხვა ამგვარი ამბების გახსენებაც შეიძლება გადაწყვეტილებების, ასევე განცხადებების და ასე შემდეგ და ვინ არ მოხვდება, რომელი ანტიგმირი საქართველოს ისტორიაში არ მოხვდება ამ პირველ ტომში. რასაკვირველია, პირველ ყოვლისა ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, დასრულებული რომელიმე რიგითი დეპუტატით, რომელსაც თითქოს არც არავინ არაფერს არ ეკითხება, თითქოს კი არა ნამდვილად, მაგრამ საქართველოსთვის ზურგში დანის ჩარტყმაში კი ისინი მონაწილეობდნენ და ახლაც მონაწილეობენ და მომავალშიც ვიდრე წავლენ, ხო, გაეცლებიან ამ ქვეყანას მონაწილეობას, რასაკვირველია, მიიღებენ უკლებლივ ყველა მათგანი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს დანგრევაში, იმიტომ რომ აქამდე ამ მონაწილეობაზე, ამ რუსულ თამაშზე მათ უარი არ უთქვამთ. მაგრამ მეორე ტომის გამოსაცემი გვექნება თინა და მეორე ტომს უნდა ერქვას, ჩემი აზრით, და მაყურებელს მოუბოდიშებ, ბოლომდე არ წარმოვთქვა ამ სიტყვას რამდენადაც მაშინებს YouTube-ის შესაძლო რეგულაციები, მაგრამ რამდენიმე ბგერას კი წარმოვთქვამ და უკლებლივ ყველა თქვენგანი მიხვდება, რასაც გულისხმობ, თუმცა აი თვითონ ტომს უნდა ეწეროს, რასაკვირველია, სრულად. აი პირველი ტომი თუ არის საქართველოს ღალატის ისტორია, მეორე ტომის სათაური სახელწოდება უნდა იყოს ქართული ოცნების მერე მრავალ წერტილს დავსვამ და ეობების ისტორია, თვალსაჩინოებები. სხვა შორის ამ მეორე ტომში შეიძლება გამეორდეს, აქვე ვიტყვი, პირველ ტომში მოხვედრილი ცალკეული ამბები. გავიხსენოთ მეორე ტომში, ოღონდ სხვა ავტორები იყვნენ. სხვა ავტორებს სხვა რაკურსით შეაფასონ, დაინახონ. ესა თუ ის ამბავი, ესა თუ ის მოვლენა. მაგალითად, რუბიოს წერილი რომ არც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, ის შეიძლება პირველ ტომშიც მოხდეს, რომელიმე ჩვენგანი იყოს ამ ამბის ანალიზი თაობაზე ანალიზი უნდა გაკეთდეს და წერილის ავტორი და მეორე ტომშიც თუ მოხდება ეს ამბავი, რომელიმე სხვა ჩვენგანი იქნება ამ ის თაობაზე წერილის ავტორი და სხვა რაკურსით იქნება შეფასებული. აი ეს მერე მრავალი წერტილი და ეობები არ სრულდება, არ ასრულებს ქართული რუსული ოცნება.
სასაცილოაო ვინმე იტყვის, რა საკვირველია სასაცილოა. და მით უფრო გაგვეცინება გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ესენი დინგს დაარტყავენ ზედაპირზე, ნიადაგზე, ასე მაგალითად ასფალტზე. ან ბიზინა ივანიშვილის აბასთუმნის უღრანებში ჩაფლული სასახლის პარკეტზე, მაგრამ თუ პარკეტი აქვს, შეიძლება არც აქვს, ხო? მაგრამ აქ ეს ათქმელია ისიც, რომ ვიდრე ეს მომხდარა, მანამდე ჩვენ ძალიან ვღელავთ ღალატზეც და ამათ მრავალი წერტილი ეობებზეც. აი მრავალი წერტილი ეობების თვალსაჩინოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეთავი მეორე ტომისა შემოგთავაზა დღეს, ქვეთავის თემა შემოგთავაზა დღეს პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ კაცმა. ფეხბურთელი როგორი იყო მიხეილ ყაველაშვილი და საშუალო. იმიტომ რომ იმ 90-იანი წლების საქართველოს ნაკრებში ბრწყინავდნენ სხვები, უფრო სხვები. კინკლაძე, ძმები არველაძეები, თუნდაც კალაძე, აი მიწურულს, რომელიც პრინციპში დიდი ფეხბურთელია, მილანში აქვს ნათამაშები, არა იმიტომ რომ ნიჭიერია, არამედ იმიტომ რომ შრომის მოყვარე იყო და კარგ ვითარებაში, სხვაშორის შევჩენკოს შემწეობით და დახმარებით, კარგ ვითარებაში მოხვდა ისეთ ცნობილ საკლუბო გუნდში, როგორიც არის მილანი. ყაველაშვილი არათუ კალაძესთან და შედარებით, არამედ ბევრ სხვასთან შედარებითაც კი საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელი იყო, რომელსაც ძირითადში არც ანდობდნენ ხშირად ადგილს, მაგრამ ეს არ არის ეხლა მნიშვნელოვანი. ის ცუდ პრეზიდენტთა შორის, აი ჩვენ 6 პრეზიდენტი, ეს მე-6-ია, ხო არ მეშლება, მე-6 პრეზიდენტად მუშაობს, უბრალოდ ყველაზე ცუდი პრეზიდენტია. რას ლაპარაკობთ? ვერ გამსახურდიას იდეა ჰქონდა საქართველოს თავისუფლებისა, ედუარდ შევარდაძე ჰაი კლასის პოლიტიკოსი იყო. მიხეილ სააკაშვილი რეფორმატორი იყო, ხო, ენერგიული რეფორმატორი. გიორგი მარშვარგველაშვილს ჰქონდა ფართო თვალსაწინააღმდეგო და სალობე ზურაბიშვილს ჰქონდა ღირებულებები, ყოველ შემთხვევაში მისი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში და ის წინააღმდგა ოლიგარქ ივანიშვილს. ყაველაშვილი ჩალის ფასი აქვს. ხო და ამ ჩალის ფასიანმა მიხეილ ყაველაშვილმა რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილია იმ წერილის ავტორი, რომელზეც ახლა მე ვისაუბრებ და დეტალურად გავარჩევ პრაქტიკულად. ამ ჩალის ფასიანმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო თვით დონალდ ტრამპისთვის მიწერის თაობაზე, გაკადნიერდა, ხელი მოაწერა სხვის მიერ დაწერილ წერილს და ეს წერილი ვაშინგტონში, მაღალი ალბათობით დიპლომატიური ხაზით, შეიძლება არც, შეიძლება მართლა Facebook-ზეა გამოქვეყნებული და მხოლოდ, მაგრამ ეწამს მაინც რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი მაკა ბოჭორიშვილი თამარ ტალიაშვილს დიპლომატიური ხაზით უგზავნის, ანუ საელჩო იღებს ამ კონვერტს და ამ კონვერტს და მიდის თეთრ სახლში და იქნება ვიღაცას მისცეს, რომ იქნება იმ ვიღაცამ შეუტანოს დონალდ ტრამპს სიგიჟეა. ეს ყველაფერი დონალდ ტრამპთან ეს წერილი არ მოხდება, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად წარმოვიდგინოთ, რომ ეს სცენარია, ეს ხაზი უნდა გაიაროს ამ წერილმა და მისწერა მიხეილ ყაველაშვილმა, უბრალოდ ბიზინა ივანიშვილმა წერილი თვით დონალდ ტრამპს და წერილი არის აი ეს ბევრი წერტილი და ეობების თვალსაჩინოება. ეხლა მე წავიკითხავ ამ წერილს თავიდან ბოლომდე ალაგ-ალაგ შევჩერდები ხოლმე, წერილი საკმაოდ ვრცელია, დრო დამჭირდება, მაგრამ ალაგ-ალაგ შევჩერდები ხოლმე მის ძირითად ნაწილებზე, ეგრეთ წოდებულ პოსტულატებზე და გავარჩიოთ ეს მორიგი ბოდვა სიგიჟე ქართული ოცნებისა. პირველ რიგში მსურს კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი. კიდევ ერთხელ რასთვისაც მანამდე დაუდასტურებია. კარგით გავარებოთ ამას თავი, ესეც წვრილმანებზე ნუ შევჩერდებით. როგორც ამერიკის ხალხის მიერ არჩეული ლიდერისადმი, რო კითხო ყაველაშვილს, როგორ ხდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევა, აი მართლა როგორ ხდება? აიღო ესე ტელეფონი და დაუკავშირდება, ბატონო პრეზიდენტო, არ უთხარობის ცრუ პრეზიდენტი არამედ მართლა სთხოვრო, აი თქვენი აზრით როგორ ხდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა? ამას ვერ გიპასუხებს. მეცაც გეტყვით, რომ კითხო, რამდენ წელიწადში ერთხელ არის არჩევნები, ხო? ვერც ამაზე გაგცემთ სწორ პასუხს. და საერთოდ, მოკითხო, მაგალითად დონალდ ტრამპი მე რამდენი პრეზიდენტია, ამაზე ხო საერთოდ დაიბნევა და ასე შემდეგ. მაგრამ მე ხო დაგპირდით, რომ ასეთ წვრილმანებზე არ შევჩერდები და აგე 10 წუთი გადის და მართლაც ასეთ წვრილმანებზე რო შევჩერდე 40 წუთი მაინც უნდა ვილაპარაკო, ამიტომ თქვენის ნებართვით გავავტოვებ ხოლმე. კიდევ ერთხელ გავავთქვა იმეც, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მოუტანს მეტ კეთილდღეობას ამერიკელ ხალხს, აგრეთვე მეტ მშვიდობას, სიმშვიდეს და კეთილდღეობას სრულიად მსოფლიოს.
ოკეი. როგორც საქართველოს მთავრობის ლიდერებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და ამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოდიში, რატო ერთ-ერთი და მთავარი რატო არ არის, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. მთავრობის წევრებმა ლიდერებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადესო და მე არ მახსენდება მთავრობის ლიდერების განცხადება, გულახდილებით თუ ვიქნებით, ერთადერთი რაც მახსენდება ირაკლი კობახიძის, მიხეილ ყაველაშვილის ნაჩალნიკის და ბიზინა ივანიშვილის მრავალწერტილი ეობების გამხმიანებლის წერილი მახსენდება. სხვა არც არაფერი. ეხა თუ რომელიმე დეპუტატს სადღაც კულისებში რამ უთქვამს ან ბრიფინგზე დამდგარა, ჩამომდგარა და რამ უთქვამს ირაკლი ზარქუას, ამას მაინც პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად ვერ განიხილავს. შეგახსენებთ, აი აქ იწყება საოცარი, ანუ ყაველაშვილი ცოტა იუმორიც გაურიოთ, ხო? ყაველაშვილი ახსენებს ტრამპს, რომ აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად თქვენი არჩევის შემდეგ თქვენ ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გააუქმა იმ უსამართლო, უხეში და აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ის არაერთი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართ აწარმოებდა. ანუ ამ ცოტა ჭკვასუსტებს გონიათ, რომ თუ თვითონაც გაემიჯნებიან და ბაიდენს და ბაიდენზე აუქს სიტყვიან, გულს მოფხანენ პრეზიდენტ ტრამპს. რაც ვერ გაუგიათ, რომ ბაიდენის და დემოკრატების ბაიდენის ადმინისტრაციის და ზოგადად დემოკრატიული პარტიის კრიტიკის უფლება, აი ასე ჩათვალეთ, აქვთ მხოლოდ რესპუბლიკელებს და არავის სხვას და ტრამპი ფიქრობს ასე. არ შეიძლება რომელიმე 34 ხარისხოვანი ქვეყნის ფსევდოლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილი ფსევდოლიდერია, რომელსაც პოლიტიკოსის იდენტობა არ აქვს, რომელმაც არ იცის ისიც კი რამდენ წელიწადში ირჩევენ პრეზიდენტს შეერთებულ შტატებში, ხო, რამდენი კადენციის უფლება აქვს მას, ზედიზედ, მან არ იცის ვინ იყო პირველი პრეზიდენტი და რომელ წლებში იყო პრეზიდენტი, ასე მაგალითად რონალდ რეიგანი, ხო, ასევე რესპუბლიკელი. პრეზიდენტი აი ამ პირმა არ შეიძლება გააკრიტიკოს თუნდაც ტრამპისთვის მოძულე ბაიდენი, რომელიც მართლაც მოძულეა, ოღონდ არა იმიტომ, რომ ბაიდენის პოლიტიკას ცალკეულ შემთხვევებში იწუნებდა ან იწუნებს ტრამპი, არამედ იმიტომ, რომ ღირებულებითი სხვაობა მათ შორის, თუმცა ამერიკის ინსტიტუციური დემოკრატია როგორც ასეთი მუშაობს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მხოლოდ ადმინისტრაციას ტრამპისა აქვს და უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს ბაიდენის, ვიზავი ბაიდენის გაკრიტიკების უფლება და არა 38 ხარისხოვანი ქვეყნის ფსევდო ლიდერს. კარგით, ბაიდენი მისხიპა ყაველაშვილმა უბრალოდ ივანიშვილმა, ამით ჩათვალა, ასე გონია, რომ ამით მოიგო ან მოიგებს გულს პრეზიდენტი ტრამპისა, რომლის კაბინეტში, ოვალურ კაბინეტში ეს წერილი მინდა დავარწმუნო აბასთუმნის უღრანების ბინადარი და აქ დედაქალაქის ცენტრში გამაგრებული ფსევდო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი არ მიაღწევს ეს წერილი ოვალურ კაბინეტამდე. ახლა შემდეგი აბზაცი. ამ ფონზე კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხმედრის ფონზე სრული ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. ჯერ ვინ აღნიშნა, ან ვინ დათვალა, ან ვინ გაარკვია, რომ ქართული საზოგადოება შეწუხებულია იმით, რომ კობახიძეს და ტრამპს, ბოჭორიშვილსა და რუბიოს, ყაველაშვილსა და ასევე ტრამპს, ან სხვებს ურთიერთობა არ აქვს. მე პერსონალურად გიგბოდიშებს და პირიქით მიხარია, რომ ყაველაშვილს არ აქვს ურთიერთობა პრეზიდენტ ტრამპთან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეგვარცხენდა პირი, რომელიც პრეზიდენტად მუშაობს. მაგრამ მეორეს მხრივ ეხლა სხვანაირად მოვატრიალებ კითხვას. ამ რამდენიმე თვის წინ ტრამპმა ხელი დამიქნიაო ამას, რომ ბრძანებდით. კი, მაგრამ თუ ხელი დაგიქნიათ და ასე რომ შემოგვასაღეთ, თუ ხელი დაგიქნიათ და ასე მოგესალმათ პრეზიდენტად წოდებულო ყაველაშვილო, რა ვერ დაამყარეთ ეს ურთიერთობა დონალდ ტრამპთან. ნახეთ რა კარგი დასაწყისი ყოფილა, სტარტი ყოფილა იმ ურთიერთობებისა და იქნება როგორღაც გაგეჩარხათ შეხვედრა ოვალურ კაბინეტში და იქნება თვითკრიტიკულიც იყოთ, რატომ არ არის დაინტერესებული პრეზიდენტი ტრამპი და ზოგადად ადმინისტრაცია თქვენისთანა ჭიაღუებთან
ურთიერთობით. საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევსო, გაკვირვებას იწვევსო, ამას კი ბრძანებს. თან ვემთხვევით თაღირებულებითი თანხვედრა გვაქვსო, ღირებულებით თანხვედრაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, ამიტომ ახლა თქვენის ნებართვით შემდეგ წინააღმდეგობაზე გადავალ. საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მართველი გუნდი. ანუ თქვენ ეხლა დაიწყეთო ლაპარაკიო, თორე ჩვენ უფრო მაგრები ვართო. მე შემდეგ მრავალი წერტილი დავსვი და მე ეობები მივაპი, ხო? ეს მორიგი მრავალი წერტილი ეობაა, მაგრამ ეს არის რაღაც ორგანოს დატოლების ცდილობა, ჩვენ უფრო კარგად ერეგირებულნი ვართო, ხო? ერეგირებულნი არიან ისინი და ატოლებენ, მოდი თქვენით ვთქვი, ჭკუას და შეგიძლიათ ეს სიტყვა ჭკუა შეცვალოთ ასევე სიტყვით, რომელიც ჭზე იწება. ნეო თქვენო, სად იყავი, შენ სად ბანაობდიო დონალდო, როდესაც ჩვენ ლაპარაკობდით იმ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ ახლა დაიწყე საუბარიო. ცოტა იუმორის გარეშე არ გავომდის, დინა გემუდარები, გავოცეთ თუ გინდა მესამე ტომი, ოღონდ შენ დაარქვი, შენ მოიფიქრე სახელწოდება და რაღაცა იქ იუმორისტული პასაჟებიც გაურიოთ ცალკეული ავტორებისა. ხო, ნახეთ, იწვევს საკითხებს რომელზეც თუმცა იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ანუ იდენტური გვაქვს, მსოფლმხედველობაო. მიუხედავად რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ სამწუხაროდ თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად კვლავ აქტიურობს Deep State. ტრამპისეული გაგებით Deep State ძვირფასო მაყურებელო და ყაველაშვილ ბიზინა ივანიშვილ კობახიძისეული და პაპუაშვილისეული გაგებით Deep State, რომელსაც ბოზდებს დეფისი და მერე გლობალური ომის პარტია სხვა და სხვა რამა. ტრამპიც კი ჯერ ერთი უფრო იშვიათად ლაპარაკობს, მაგრამ ოკეი, ტრამპიც კი ლაპარაკობს Deep State-ზე, Deep State-ის სხვა სუბსტანციაზე, სხვა რამეზე და ესენი უკლებლივ ყველას, ვინც მისი მათი ოპონენტია, Deep State-ს უწოდებენ. უკლებლივ ყველას, ტრამპი ყველას, კი არა, ოპონენტებს Deep State-ს სწორედაც რომ არ უწოდებს, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო უცნაური აბზაცი მოდის, წინადადება, ესე იგი, კვლავაც აქტიურობს Deep State-ი, რომელიც USAID-ის და ნედის და სხვა ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. USAID დამთავრდა. როგორ უნდა აუხსნათ? დამთავრდა, აღარ არის, კარები აჭედეს, ჩაკეტეს 9 კლიტურზე, ჩაკეტეს USAID-ის და ნედის კარებიც თუ არ ვწდები, მაგრამ USAID-ისა ნამდვილად და რომელი USAID მართავს საქართველოს, კი არა პროცესებს საქართველოში, აღარ არსებობს. აღარ არსებობს, ფაფუ. და დესტაბილიზაცია როგორ შემოაქვს თუ აღარ არსებობს? ფული აღარ აქვს. რომც არსებობდეს ფორმალურად 7 თანამშრომელი და დადიოდეს USAID-ის სხვადასხვა ოფისში, ფული არ აქვს, ფულს ვერ განკარგავს. სახელმწიფო დეპარტამენტი განკარგავს იმ დარჩენილ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთი განყოფილება განკარგავს იმ ფულს, რომელიც USAID-ში იყო და იმ პროგრამების ჩაკვლას დასრულებას ცდილობს, რომლებიც დაწყებული ჰქონდა USAID-ს იმათი ნაწილის უფრო ზუსტი რომ ვიყო. Deep State-ის წინააღმდეგ ქართველი ხალხი ხო? ეხლა ნახეთ უხეში მეთოდების გამოყენებით საქართველოში კვლავ დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. გაახურეს ამ მშვიდობის. ხალხო, უნდა გავიგოთ, რომ შეერთებულ შტატებს და ზოგადად დასავლეთ საქართველოში არეულობა არ უნდოდა. იმიტომ, რომ რუსეთი იოლად მიაღწევდა საქართველოში გამარჯვებას და არ შეიძლებოდა დასავლეთს დაეშვა პრეცედენტი, რომ რუსეთმა სადმე გაიმარჯვა. აქედან გამომდინარე, არ სურდა დასავლეთს, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გახსნილიყო ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტი. და ეს ყველაფერი, რასაც ყაველაშვილი ან ბიზინიადის ქვეშ მოქცეული პირები ამბობენ, არის FSB-ში შემუშავებული მესიჯი, რომ ქართული საზოგადოება დამფრთხალი ომით კიდევ მეტად დააფრთხოს და ეს დამფრთხალობა ქართული საზოგადოებისა ბუნებრივიც არის. არ არის გასაკვირი და საწყენი, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ის ტრავმა, რომელიც 2008 წელს მივიღეთ, არ დავმარცხებულ ვართ როგორც სახელმწიფო ხაზს უსვამთ. კი, დავკარგეთ საკმაოდ დიდი ტერიტორია, დავკარგეთ მოქალაქეები, მშვიდობიანი მოქალაქეები, დავკარგეთ ჯარისკაცები, მაგრამ სახელმწიფო არ დანგრეულა. დროშა თბილისში ჯერაც ფრიალებს ბიზინა ივანიშვილი კი ჩამოხევს პირდაპირიანი ლიბი მნიშვნელობით, მაგრამ დროშა დამოუკიდებელი საქართველოს ჯერაც ფრიალებს ხოდა. ამბავის ის არის, რომ ჩვენ არ დავმარცხებულ ვართ. და ესენი კი სულ მუდმივად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენ თავს გვახვევენ ომს და
ომს ოღონდ ომს არავინ აკიგითხარით არ გვახвებს მეთქი. რევოლუციის 4 მცდელობა, ანუ მამას გონია რომ ტრამპს დააჯერებენ, ივანიშვილს გონია, ტრამპს დააჯერებენ, რომ ყოველი გამოსვლა რუსთაველის გამზირზე არის რევოლუციის 1 ან 2 ან 7, 4 არა, ყაველაშვილო. ჩვენ მქონდა 17 მცდელობა, თქვენ ეთყობა მათემატიკაშიც მოისუსტებთ. ჩვენ მქონდა 17 მცდელობა რევოლუციისა. მე უკვე ქართველი ხალხის სიბრძნის, გამოცდილებისა და პრინციპულობის წყალობით აღიკვეთაო. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან, წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. უყურეთ პუტინზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ურთიერთობის დალაგებაზე და რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ურთიერთობის განახლებაზე თუ გააფართოვებაზე თუ გაღრმავებაზე. დიახ, ასეა. მაგრამ აქ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ კრიტიკული კი არ უნდა იყოს პრეზიდენტად რომ მუშაობს ის ბანდიტი, არამედ თვით კრიტიკული და ბიზინა ივანიშვილის კრიტიკული უნდა იყოს. იქნება და ამის საფუძველი არის ის, რომ ბიზინა ივანიშვილმა წერილი, რომელიც გამოუგზავნა ტრამპის მარჯვენა ხელმა მარკო რუბიომ და სთხოვა ელს, რომ ეს მიაწოდეთ როგორმე ეს წერილი ოლიგარქ ივანიშვილსო, იქნება და ამ ურთიერთობების ვერ გადატვირთვის, ურთიერთობების ვერ დაწყების, ვერ განახლების, რაც გელოთ ის დავარქვათ. საფუძველთა საფუძველი არის ისიც, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ჰქონდა სომხეთის ხელისუფლებისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ბელარუსის ლიდერსაც კი და პოლიტიკურ ელიტას კომუნისტურს არ ქონია ანტიამერიკული რიტორიკა. რუსეთის ელიტა როგორ შეიძლება მოგწონდეს პრეზიდენტ პუტინის ელიტა, მაგრამ მის დეპუტატებს არ ქონიათ ანტიამერიკული უმრავლეს შემთხვევაში, არ ქონიათ ანტიამერიკული და რომც ქონოდათ და ქონდათ ცალკეულ შემთხვევებში ცხადია მედვედევს ან სხვებს ის დეპუტატი არ არის, მაგრამ მაინც რომც ქონოდათ რუსეთი ვეება სახელმწიფოა, რომელიც ომშია ჩართული და აი კი არ ეპარტნიორება შეერთებული შტატები, არამედ ელაპარაკება იმისთვის, რომ ომი დასრულდეს როგორღაც. აი საქართველოს რომლის წარმომადგენლების არა მხოლოდ ცალკეულ კონგრესმენებს და სენატორებს, არამედ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არამედ შეერთებულ შტატებსაც როგორც ქვეყანას, ისე როგორც ქვეყანას ლანძღავენ, აკრიტიკებენ კი არა, ლანძღავენ, პირდა შეურაცხყოფას აყენებენ, ხო? როგორ შეიძლება რომ იყოს პარტნიორობა მასთან დაწყებული და რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანთან ურთიერთობას და თურქეთთან ურთიერთობას, იქნება თვითკრიტიკული უნდა იყოს დე-ფაქტო მთავრობა. რატომ მოხდა რომ აი სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩენილნი იყვნენ ყოველ შემთხვევაში შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, აი მათთან ურთიერთობის სურვილს კი ჩენს პრეზიდენტი ტრამპი, იმიტომ ხომ არა რომ ალიევმა კონკრეტულად ალიევმა და იმიტომ ხო არა რომ კონკრეტულად პრემიერმა ფაშინიანმა გენიალური საჭადრაკო პარტია გაათამაშეს, რაც საკვირველია ერდოღანის ძალისხმევით და ერდოღანის ჩართულობით. იმიტომ რომ აქ ყველა პოლიტიკას თამაშობს, სასარგებლოს საკუთარი ქვეყნისთვის, ხოლო ესენი თამაშობენ მაფიოზობანას, მიბანდიტო, განგსტერიტო, წალენჯიხაში, ტრუსიკის ჩვენებიტო არიან თითოეული მათგანი და წალენჯიხაში ტრუსის ჩვენებიტოებთან, ხო, ბანდიტებთან არავის ურთიერთობის დამყარება არ სურს, როდესაც იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი არ ლაპარაკობენ, ანუ ქართული ოცნების ბანდა შუა დერეფანზე როგორც ასეთზე, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესზე როგორც ასეთზე, ისინი აუქმებენ ვაზიანის სამხედრო ბაზას, ისინი ყველა ამერიკულ ინვესტიციას პირდაპირ თუ ირიბად ბლოკავენ. ეს ყველაფერი არა მაინც და მაინც ტრამპამდე, მაგრამ მიდის უცილებლად მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განყოფილებამდე, რომელიც საქართველოსზე ან მთლიანად ამიერკავკასიაზეა პასუხისმგებელი და ისინი ბუნებრივია ეგრეთ წოდებულ რაპორტებს აკეთებენ ზემდგომი პირებისათვის და პოლიტიკა ასე შემუშავდება. ქალბატონ ტალიაშვილს ერთხელ მაინც არა საელჩოში ან სახელმწიფო დეპარტამენტში ჩაიზე ვაშინგტონის ცენტრში ვის ყავს დაპატიჟებული და ვისთან აქვს ნასაუბრები მაგალითად ხსენებულ შუა დერეფანზე ან ანაკლიის სპორტზე ვერც დაილაპარაკებდა ჩაკეტილია ვაშინგტონის საელჩოში ვაშინგტონში არსებულ საელჩოში ქალბატონი ტალიაშვილი ალბათ შაბათ კვირას შოპინგზე დადის, მაგრამ არა უმეტეს 24 წუთი გავიდა ამასობაში, მე კი ნერვები მეშლება რომ აი ესეთ ელემენტარულ ზღეჭავ თინას მოუწოდებ კიდევ ერთხელ რომ გამოვცეთ მრავალტომეული.
არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწევს. გაკვირვებას კი არ იწევს ეს იწევს ჩვენს სამართლიან გულის წყრომას, ოღონდ ქართული ოცნების ბანდის მიმართ, იმიტომ რომ ქართული ოცნების ბანდამ ესოდენ მაღალ დონეზე მყოფი ურთიერთობები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ჩამოაქვეითაც არასწორი სიტყვა ჩამპალა, ხო, ჩააჭაობა პირდაპირ მნიშვნელობით. ეხლა ეს წერილი ძალიან ვრცელია, მე მართლა 24 წუთია, 25 წუთია უკვე ვართ ეთერში და მე ყველაფერს ვეღარ წავიკითხე. ამბობენ რომ გასულ ამბობენ, ნახეთ როგორ საინტერესოდ იწყებს და იდიოტურად იწყებს ყაველაშვილი. ამბობენ რომ გასულ რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო. რას ნიშნავს ამბობენ? ან შეცვალა, ან არ შეცვალა, თქვენ ამბობს. ევროკავშირელები ამბობენ, ისინი ხო deep state-ელები არიან, deep state-ი ამბობს რომ შეცვალა. შენ როგორი პოზიცია გაქვს, როგორც აღარ მოვიხსენიებ, როგორც de facto პრეზიდენტად აღარ შევაფასებ მას თუ არ მოვიხსენიებ, ხო? როგორც პრეზიდენტს, рас ნიშნავს ამბობენ. Говорят, ხო, ასე, აი говорят, что говорят, что Ираклий Заркуа, говорят, что Ираклий Заркуа не совсем уж Ираклий Заркуа. ყველა თუმცა ბუნებრივია მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს, ანუ ჩვენოს ყოველთ უყურებსო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ყველა ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს. თქვენი ადმინისტრაცია უგასწრაფად. ქართველი ხალხი თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს. როგორ კადნიერდებიან, ნახეთ, და კითხებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები. მარკო რუბიოს ქმედებები თავისუფალი და გულწრფელია. და როდესაც ამას ამბობდა თითქოს მიჯნავ ადმინისტრაციას და პრეზიდენტს ერთმანეთისაგან, რომელსაც პატივისცემას უდასტურებ, ხო? გამოდის რომ შენ ედავები პრეზიდენტ ესოდენ დიდი ეგოს მქონე პირ. პრეზიდენტ ტრამპს ედავები არა გულწრფელობაში. და არა თავისუფალობაში, ხო? შეზღუდულობაში. და ამდენად გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით, ანუ არათუ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებაში თქვენი ქმედებები მშვიდობის განმტკიცების კუთხითო არა გულწრფელიაო. მამენტო უკაცრავად სიტყვისთვის ჩვენ ასე შეგვიძლია რომ ვიფიქროთო, კაცი თავისუფალიაო და რატომაც არაო, გიჟების ქვეყანაა და ამათი მესამე ტომი თუ გინდა გამოვცეთ თინა ამგვარი ამათი გიჟობები, ანუ ამათი ხალატი, ამათი ბევრი წერტილი ეობები და მესამე ამათი გიჟობები და ცალკეული თემები შეიძლება სამივე ტომში გაერთიანოთ და მიმოვიხილოთ. ქართული საზოგადოება მეგონი არ გამორჩენია, თქვენი ხო? ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული deep state-ის დომინირებით. საქართველოში რასაც თქვენი ადმინისტრაცია სამწუხაროდ პასიურად აკვირდება. რატომ? რამბელ deep state-ზე ლაპარაკობს, აღარ ჩავღრმავდები ხო თქვენის ნებართვით ამ ბოდვას. ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. იმედი მოგიშალოს ღმერთმა რომ მოსწროს ამან და კაცი იმედით ცოცხლი იმან და კაცი იმედით ცოცხლობსო ესეც რომ დასძინოს დამატებით, საინტერესო იქნება პასუხი. მნიშვნელოვანია ქართული ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა deep state-თან, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გაბუდმევ უმცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და LGBT პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს. მე გარდა იმისა რომ გავიხსენებ როგორ არ მიიღო წერილი რუბიოსი ბიზინა ივანიშვილმა ბანდიტმა და უკან გაატანეს და ღმერთმა უწყის სად არის ალბათ საელჩოში ან საერთოდ შეერთებულ შტატებში იქნება ვაშინგტონში გაბრუნებული ის წერილი. რასაკვირველია და გახსნილი არ იქნება, ანუ ელჩმაც არის ის საბოლოო ჯამში ან ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მისი შინაარსი ისევ რუბიოსთან მოხვდა და შესაბამისად გადაინაცვლა უკვე არქივში ან შესაბამის სხვა დეპარტამენტში. მე უნდა გავიხსენო ისიც რომ ამათმა ერთი ხანობა არც დიდი ხნის წინ ააგორეს კამპანია შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომელშიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს მათ შორის კამპანიის ავტორები პარლამენტარებიც იყვნენ და მთავრობის წევრებიც, რომელშიც ადანაშაულებდნენ არა მხოლოდ არაგულწრფელობაში, არამედ ომის გაგრძელებაშიც და ამ კამპანიის სათავე იყო, ან საფუძველი იყო ის, რომ როდესაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის მორიგი დახმარების თაობაზე, ეს როგორ გაბედაო, ამას ზაზა შათილიშვილიც წერს თუ არ ვცდები თავის ბოდვა წერილში, ეს როგორ გაბედა შეერთებულმა შტატებმა, ამით ხომ ომი გაგრძელდება, აგე ტრამპის ძალისხმევანი მშვიდობის თაობაზე მშვიდობის შესახებ თურმე რაოდენ ყალბი ყოფილაო და ახლა ესენი ცდილობენ რომ აი ამ რიტორიკის, ამ პოლიტიკის, ამ გიჟობების, ამ ბევრი წერტილი ეობების
ავტორები ეხვეწებიან, ევედრებიან ტრამპს, რომ გადაწყვიტეთ ჩვენთან ურთიერთობებიო. ხო, აქ ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი რაკურსი ჩემი აზრით, ესენი მართლა გავეშებულნი არიან იმის გამო, გააცოფებულნი და მართლა უნდათ, აი გულახდილებით თუ ვიქნებით, რომ შეერთებულმა შტატებმა მათთან ურთიერთობა გადატვირთოს, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ რაღაც კონკრეტული roadmap-ზეც ამახვილებს თუ არ ვცდები ყურადღებას ეს ბანდიტი ყაველაშვილი და მართლა ვერ გაუგიათ, რომ როგორ შეიძლება ალიევს ელაპარაკებოდე, ვაშინგტონი ელაპარაკებოდეს, ტრამპი ელაპარაკებოდეს და აი ყაველაშვილს კი არ ელაპარაკებოდეს, როგორ შეიძლება ალიევი იყოს მათთვის ხელჩამოსართმევი პრეზიდენტი, ხოლო ყაველაშვილი არ იყოს და ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არავინ ძაღლადაც, ხშირადაც არ აგდებდეს, ეს აცოფებს მათ და ვერ გაუგიათ ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად. Საკვირველია პირველ რიგში ვერ გაუგიათ ერთი რამ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ფული 7, 5, 12, რა ვიცი, შავი ფული აქვს, თეთრი ფული აქვს, რა მნიშვნელობა აქვს ოლიგარქ ივანიშვილს ეს არ არის გადამწყვეტი. არც გაგიკვირდება და დემოკრატიის ხარისხი, დემოკრატობის ხარისხი არ არის გადამწყვეტი, თუმცა დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ალიევის აზერბაიჯანზე ძიმე მდგომარეობაშია დემოკრატიის კუთხით საქართველოს გარკვეულწილად მაინც მე მესმის რომ 2-3 ტელევიზია არსებობს და აგე მეც მაქვს შესაძლებლობა რომ ვილაპარაკო, მაგრამ დინამიკის კუთხით რომ განვიხილავთ საქართველოს რასაკვირველია დაღმავალ, ხოლო დემოკრატიის კუთხითაც კი აზერბაიჯანი გაგიკვირდება და აღმავალ ხაზია იქ ნელ-ნელა სხივი დემოკრატიისა შეიპარება დოზირებულად რასაკვირველია, მაგრამ მაინც საქართველოს უფრო აზერბაიჯანიზაციასკენ მიდის ხო, ესე ბელარუსიზაციისკენ შეგვიძლია ასე ვთქვათ, ხოლო აზერბაიჯანი უფრო მიდის დემოკრატიისკენ, აღარ სამხრეთზე რომ აღარაფერი თქვა. ხო და ბიძინა ივანიშვილს ვერ გაუგია და სწყინს მართლა რომ აი ესე ვერ დააფასეს ის. მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი მოიგონებს თუ არა, მოაფიქრდება თუ არა ამგვარი თეორია მას, რომ საქართველოს აი ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანაა და ამიტომ ებრძვიან საქართველოს. იმეც ვიტოვებ რომ არა, მაგრამ თუ მოაფიქრდება და ასაცინ კიდევ ერთ თავს დაწერს იმ სამომავლო მრავალტომეულისთვის, რომლის გამოცემასაც მე თავაზობ თინა მამულაშვილს და ბოლო აბზაცები ჩავიკითხოთ, ვიტოვებ იმეც ეს გითხარით გენდერულ და LGBT პროპაგანდასთან. პირადად მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი მზად ვარ მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას სუფთა ფურცლიდან. რატომ უნდა დავიწყოთ ეგრა მაგის პასუხია სუფთა ფურცლიდან. ეს ის ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ჩვენ შიდობ დარჩეს, რომელმაც უზარმაზარი ეკონომიკური პროექტები განახორციელა ჩვენთან, ხელი შეუწყო უზარმაზარი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, რომელმაც აღჭურვა და შეაიარაღა ჩვენი ჯარი, რომელიც ჩვენთან ლაპარაკობდა, მას ჩვენ გქონდა სტრატეგიული ურთიერთობების კარტია და ის პრაქტიკულად შეჩერებულია და პრეზიდენტ ტრამპს არ აღუდგენია სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსთან ბაიდენის დროს მიერ შეწყვეტილი. ჩვენ ვლაპარაკობდით უვიზო მიმოსვლაზე, მართლა ვლაპარაკობდით და თავისუფალ ვაჭრობაზე მასთან. ჩვენი პროდუქცია ხდებოდა და სულ უფრო მინავლებად რეჟიმში მოხვდება შეერთებული შტატების ბაზარზე და რატომ უნდა დავიწყოთ თავისუფალი სუფთა ფურცლიდან, იმიტომ რომ ყაველაშვილს ჩალის ფასი აქვს გონებაში და ბიძინა ივანიშვილი კი კომპლექსებით არის გაჟღენთილი, ამიტომ არა, არ უნდა დავიწყოთ ჩვენ სუფთა ფურცლიდან, მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას 34 წუთი ამოიწურება ამასობაში, ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ სამარცხვინო ფურცლის დახევიდან, რომელიც ამ ურთიერთობებში შემოგთავაზა კი რა დაწერა ქართულმა, რუსულმა ოცნებამ და ამას ასეც ვიზამთ. რასაკვირველია და სწრაფი ტემპით აღვადგენთ ურთიერთობას. აქვე გაგახსენებთ, რომ ქართველი ხალხის აქტსა და მეგობარი აქტში და სხვა ინიციატივებში იყო რასაკვირველია და გახსოვთ თქვენ ასეთი ინიციატივა ერთი ხანობა გაჩენილი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა აღდგება, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი იქნება, საქართველოსგან პირდაპირი ფრენები იქნება და ბევრ შეღავაც მისცემს შეერთებული შტატები, აღარ ვლაპარაკობთ შეიარაღებაზე, აღარ ვლაპარაკობთ სხვა დახმარებებზე, კრედიტებზე, დახმარებებზე და ასე შემდეგ. ოღონდ და აი ამ ოღონდის შემდეგ იყო ჩამონათვალი და ჩამონათვალი იმ ხანად, როცა ეს პირველი ტექსტი იქნებოდა, იმ ხანად არ იყო ესეთი მძიმე რეპრესიული ფონი, ამდენი პოლიტიკური პატიმარი არ ხავდა, თუ ხავდა საერთოდ სიმართლე გითხრათ, პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილის გარდა, ქართული რუსული ოცნების რეჟიმს
და სუფთა ფურცლიდან ისინი გვთავაზობდნენ, ოღონდ უნდა ჩვენ უნდა შეგვესრულებინა ასეთი ეს და ეს მოთხოვნები და ქართულმა რუსულმა ოცნებამ პერსონალურად ბიზნესა ივანიშვილმა მათო მოთხოვნები არ შეასრულა, არამედ პირიქით დახია ეს მოთხოვნები, მაშინ ჯერ კიდევ მაშინ და მთლიანად თავიდან ბოლომდე დურთა თავი რუსულ ჩასაზիր ერთ ადგილზე გასაშვებ ნავში თუ გემში და შეერთებული შტატები ამას ყველაფერს დაემატა უკვე პოლიტპატიმრები და ასე შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევები და ასე შემდეგ და ახლა ყველგამოღადრული იხვეწებიან ისინი ვაშინგტონს ეხვეწებიან ევედრებიან რომ იქნებოდა цаრიელი ფურცლიდან თუ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობებიო და რა გგონიათ რომ შეერთებული შტატები არ მოსთხოვს აი წარებოვიდგინოთ რომ ასე მოხდა არ მოსთხოვს 65 პოლიტპატიმრის განთავისუფლებას პლუს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას ასე გგონიათ ან შეერთებული შტატების ლიდერმა მართლაც ახლა ასე არ მოხდება ცხადია მაგრამ ხო შეიძლება მე ვცდებოდე ხო რომ დაეწეროს საპასუხო წერილი და თქვას რომ აი თქვენ ამას და კიდევ ღმერთმა უწყის რამდენ რამეს გამოასწორებთ და ამ შემთხვევაში ოკეი ჩვენ თანახმა ვართ რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობებიო რაღაცა ასე გთხოვთო ესენი რა ამ ყველაფრის გამკეთებელნი არიან თუ ყაველაშვილი არ დაიწყებს ლაპარაკს იმაზე რომ ნინო დათაშვილი და მზია ამაღლობელი უნდა იყოს საპატიმროში და აი არამს მზია ამაღლობელს ან რა ვიცი ანდრო ჭიჭინაძეს არ გაანთავისუფლებენ მიხეილ სააკაშვილზე რომ აღარაფერი თქვა და არ დაიწყებენ სუვერენულ დემოკრატიაზე საუბარს ან იმაზე რომ სამართალი ეგრეთ წოდებული უნდა აღსრულდეს. ამიტომ ეს წერილი სიყალბეა რასაკვირველია ქართული ოცნების მთავარ ლიდერის ბიზნესა ივანიშვილის ფუჩეთში სავსე თავში მოფიქრებული იმედით რომ ამგვარი წერილები და ესეც სიგიჟეა რასაკვირველია ამგვარი წერილებით გამოსწორდება ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან იქ კულისებში ურთიერთობა კი არ არის საჭირო არამედ სწორედ აი ესეთი ღია ბიზნესა ივანიშვილის აბასტუმის უღრანებში შესუნთქული ჰაერი ნაკარნახე გონებაში ასე ფიქრობს ის აი ესეთი ურთიერთობები გულახდილი ურთიერთობებია საჭირო და ცოტა ქედმაღლობაც და თქმა იმისა რომ აი ჩვენ უფრო მაღლა ვართ იმიტომ რომ აგე თქვენ როდის აღმოგაჩინეს და ჩვენ ამასობაში რა არ გავიარეთ და აგე რა მაგრები ვართ და რა მაგრა მხერით ასე მაგალითად ბიზნესა ივანიშვილის კარზე ხომ კარის მომხედლები უხვად დადიან და ბენზინანს ააყოლებს ხოლმე თავის ხმას ცხადია მაღალი ალბათობით უნიჭოთ თუმცა მე რა შემფასებელი ვარ ხო დინა გამოვცეთ რა 3 ტომეული ან 4 ტომეული დანარჩენი ტომების ან მეტი ტომის სხვა ტომების სახელწოდებები მოვიფიქროთ ერთად მე ჩამოვდივარ უახლოეს ხანებში და დაგირეკავ ნახვამდის